მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ ვსაუბრობთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზზე გადავსვლეთ უკვე ივნისის თვეში პირველი 7 ივნისის მონაკვეთი როგორ იქნება რა ხდება ცისკაბადონზე რა ტენდენციები აქვს ზოდიაქოს ნიშნებს აი ამაზე ვისაუბრებთ სწორედ და უპირველეს ყოვლისა დავნიშნოთ რომ კვირის მეორე ნახევარი უკეთესია. ანუ პირველ ნახევარში მაინც დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველში, აი მეორე ნახევარიდან უკვე დაახლოებით 4 რიცხვიდან იგი გადადის პოზიტიურ ენერგოველში, რის შედეგად რაც ქვია გაუმჯობესდება ადამიანს შორის ურთიერთგაგება, შეიძლება იქნება უფრო ადვილად იდეების რეალიზაცია, მგზავრობა, მოგზაურობა, ერთ სიტყვით მეორე ნახევარი კვირისა უფრო ნაყოფიერი და უფრო მეტად წარმატებულია. თუმცა მოდი ამშვიდ ერთი მშვენი მოვლენა კიდევ აუცილებლად პლანეტა მერკური არის ისიც თქვენ გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა ორშაბათს ან უკვე 1 ივნისს გადაინაცვლებს კირჩხების ზოდიაქოს ნიშანში და ამ ზეგავლენის შედეგად გარკვეულწლებებს მოახდენს ადამიანთა გონებრივ ასე ვთქვათ შესაძლებლობებში უპირველეს ყოვლისა იგი განავითაროს ფოტოგრაფიულ მეხსიერებას. ამიტომ ზედმიწევნით შეიძლება გაგახსნათ რა ხდებოდა მრავალი წლის წინ ბავშვობაში დეტალებში, მაგრამ დღესაც შეინახეთ გასაღები პასტას ათვალისწინეთ რომ მას შევეერებთ გაიხსნათ. ამის გარდა დახვეწავს ადამიანში ასეთ იუმორს, დახვეწილი იუმორის ელემენტებს გააძლიერებს ტოლვას ტრადიციებისადმი, ეროვნული ფასეულობებისადმი, ასევე ოჯახის ინსტიტუტისადმი დამოკიდებულება გახდება აბსოლუტურად სხვა ნათსაური კავშირები გამაგრდება და ასე შემდგომ პლუს მოიმატებს ინტუიცია და დაინტერესება ეზოთერული კოსმიური საკითხებისადმი, მათ შორის ასტროლოგიისადმი ადამიანებში. დამოდროულად ახლა ვნახოთ უკვე ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივები ამ კვირის განმავლობაში და პირველ რიგში მოიტავშოთ რომ საერთო ჯამში ვერძებისთვის პერიოდი კონტაქტებისთვის არ არის ცუდი, აქ არის ძალიან კარგი შანსები კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების სხვა შორის ერგოტონუსი ამ ნიშანს მაღალი აქვს, ამიტომ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ეს პერიოდი ხავსკობს საქმიანი და პირადი კონტაქტების გაუმჯობესებას და ასე შემდგომ, უფრო მეტად ადვილად გაერკვევით ურთიერთობებში თუ რაღაცა იყო გაუგებრობები და ასე შემდგომ და ასევე აღვნიშნოთ რომ აქ თქვენი გავლენის სფერო, ავტორიტეტი აშკარად მოიმატებს საზოგადოებაში, თქვენ შეგიძლიათ ახალ პერსპექტიულ კოლექტიურ პროექტებში ჩაერთოთ, რეორგანიზაცია მოახდინოთ მათ შორის თქვენ საქმეში ან სამსახურშიც კი, თუმცა აი პირველ ნახევარში მაინც კვირისა ცოტა გაუგებრობების საქმეებში უფრო მეტად წარმოიქმნებიან. აი მეორე ნახევარი უკვე 4 რიცხვიდან გაცილებით უკეთესია, ამიტომ აქ უფრო ადვილად შეძლებს თქვენი ბიზნესის ასე ვთქვათ, არ მარტო დასახვას, არამედ მატერიალიზაციას და სხვა შორის უკვე კარგი ტენდენციებია მოსაოდნელი აქ ოჯახში, სხვა სახის საგრძელების წინაშე შეიძლება აღვხდეს ზოგიერთ თქვენთაგან, შეიძლება აღვხდეს ახალი რომანტული ურთიერთობების და კავშირების წინაშეც კი. ყველას კარგია თქვენთვის 5 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 2 და 7 ივნისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე კურო ზოდიაქოს ნიშნე დაავადებლებს, კუროებო უპირველეს ყოვლისა გაითვალისწინეთ რომ ეს ის პერიოდია, რომ მსვლელობისას შეიძლება გარკვეულმა პრობლემებმა ეჩინონ თავი კვირის პირველ ნახევარში, მით უმეტეს. ან დაუშვათ წინასწარ განუსაზღვრელი ხარჯის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ ერგოტონუსი ცოტა დაბალი, ამიტომ ძალიან უგადაიღლებით. თუმცა ადრეული დაწყებული საქმეებიდან, პროექტებიდან, მათ შორის ბიზნეს პროექტებიდან ახლა შეიძლება გარკვეული მატერიალური დივიდენდებიც კი მიიღოთ, მაგრამ ზედმეტი ფულის ხარს, ინვესტიციებს, კაპიტალ დამატებებს უჯობესია აქ ამისგან თავი შევიკავოთ და მოდით აღვნიშნოთ ისიც რომ აი უკვე 4 რიცხვიდან სიტუაცია სასიკეთოდ იცვლება. აქ ენერგოტონუსი მართალია ჯერ კიდევ დაბალია და ჯანმრთელობის გრადობა არასათანადო, მაგრამ ფინანსურ მდგომარეობას უფრო მეტად გაუმჯობესებთ, უფრო შეუპოვარი ხდებით ბიზნეს მიღწევის კუთხით, უფრო მეტად შეგიძლიათ განვითარება კარიერული კუთხით და იღბალიც უფრო მეტად თქვენს ქვეშ მოიხედავს. ეს ის პერიოდი, როცა შეიძლება ფარველები გამოჩნდეთ თქვენ ცხოვრებაში, რომელიც დაგეხმარებიან როგორც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ასევე სხვა საკითხებში, თუმცა მოთხოვნებიც იქნებიან თქვენს მიმართ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 4 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 6 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ტყუპებო, მთავარი მოქმედი პირი ხართ თქვენ. ეხლა თქვენი დროა და რაც შეიძლება მეტად უნდა იმოძრაოთ, იმოქმედოთ, კონტაქტები დაამყაროთ, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ყველაფერი გამოდით.
და ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პერიოდია წლის განმავლობაში. მით უმეტეს უკვე კვირის მეორე ნახევრიდან წარმატების ფაქტორები გაორმაგდებიან. ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომლისთვისაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ნიჭი უნარი ახლებურად განავითაროთ. აქ აღმოჩნდებით ყურადღების საყოველთაო ცენტრში, შარმე, მიზიდულობა, კრეატიულობა თქვენი ერთიორად მოემატებს. ინიციირებას მოახდენთ ზოგიერთი თქვენი ღონისძიებებისა, პროექტებისა, იდეებისა, ასევე ძალიან კარგი საინტერესო რეფორმატორული იდეების პატრონი იქნებით ამ პერიოდში. ეს პერიოდი ხელს უწყობს ინტუიციის ზრდას თქვენში, რომლის მეშვეობით სწორ არჩევანს გააკეთებთ და სწორად დასახავთ თქვენს მიზნებს. სულიერი განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ხელს უწყობს იგი რომანტიკულ კონტაქტებს, არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებას, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ერთ სიტყვით, აქტიურად უნდა იმოქმედოთ, რათა ეს პოზიტიური შანსები ამ პერიოდისა მაქსიმალურად გამოიყენოთ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 5 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 2 და 7 ივნისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა კირჩხების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, არასტაბილური პერიოდია, განსაკუთრებით კვირის პირველი ნახევარი, ენერგოტონუსი ჯერთი დაბალია, სიცოცხლე ენერგია დაბალია, ამიტომ ჯანმრთელობა არ ამდგრადია. ფსიქოემოციური არასტაბილურობა ასევე მეტად იჩენს თავს. განსაკუთრებულად ყველაფერი ახდენს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას, ზედმეტი ემოციურობა, ზოგმეტი გზნობიარება მოქმედებს და ამიტომ ადვილად წყინთ ყველაფერი. პატარა წვიმანებიც კი შეიძლება ტრაგედიად აქციოთ. ამიტომ აქ მოდი ავუშვათ, რომ უკეთესი იქნება თქვენთვის უკვე 4 რიცხვიდან პერიოდი, სადაც თქვენში უცოტა ოპტიმიზმი მეტად მოიმატებს, აქ უფრო მეტად შეგიძლიათ ეფექტურად გამოიყენოთ სიტუაციები თქვენი სულიერი და პროფესიონალური განვითარებისათვის, აქ უფრო მეტად მოიმატებს თქვენი შარმი. შეიძლება პოპულარობაც უფრო მეტად დაიბევთ საზოგადოებაში. მოდი ავუშვათ, რომ ეს პერიოდი რომ მეტად ხელს შეუწყობს თქვენი გეგმების, პრიორიტეტების, ასე ვთქვათ, გარკვევაში, დასახვაში გარკვეულწილად, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ ფარუმტრებს არ წინავთ. მოშორნეები, კონკურენტები, ჭორები, ინტრიგები აქტიურად არიან ჩართული თქვენ საწინააღმდეგოდ, ამიტომ მაინც ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლოდ დაიცავით და აკონტროლეთ რა ხდება თქვენს ზურს უკან. რაღაც გრანდიოზულ, რაღაც სარისკო მოქმედებებში ახლა ნუ ჩაერთვებით. შვიდად გაიარეთ მაინც ეს პერიოდი. რაც შეეხება და ენასკველი დააჭირეთ, რასკველია საიდუმლო უნდა დაიცვათ საკუთარი. რაც შეეხება პოზიტიურ დღეებს, ნუ ეს არის 4 ივნისი, ყველაზე კარგი და არ ვარგა 1 და 6 ივნისის დღეები და ეს რიცხვებიც. და ჩვენ დღეები წარმატების კუთხით საშუალოა. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდია მთლიანობაში, იმიტომ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ლიდერია, ხელმძღვანელია, მებრძოლია, მაგრამ 4 რიცხვამდე შესაძლებელია გარკვეულმა სირთულეებმა იჩინონ თავი და ამ სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. მაგრამ უკვე 4 რიცხვიდან გაცილებით უკეთესი პერიოდი. აქ უფრო სწორად და ჭკვიანურად გამოიყენებთ თქვენს კონტაქტებს, გააფართოებთ საქმიან შემოქმედებებთ კავშირებს, მეგობრები მზად იქნებიან იმისთვის, რომ დახმარება, პროტექცია გაგიწიონ, გამოცდილი ადამიანებიც კი საკუთარ გამოცდილებას აქ აშკარად გამოიყენებენ თქვენ და სასიკეთოდ. ამასთან ერთად უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ სტრესში შეიძლება სამეგობრო, შეიძლება ნაცნობთა სტრესში ვიღაცა ჭორებს აღწელებს და მოდი ასე ვთქვათ, ფორმირებას ახდენს არასწორი დამოკიდებულებისა მათ შორის კოლეგებს შორის. ამიტომ ამ კუთხით იყავით ყურადღებით და ცოტა აკონტროლეთ რა ხდება მაინც თქვენ ზურს უკან. თუმცა რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის, ახალი მეთოდოლოგიებისთვის ეს პერიოდი საკმაოდ კარგია. ყველაზე კარგია თქვენთვის 6 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგო 4 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ამიტომ არ გაცივდეთ, ნუ გადაიღლებით ზედმეტად. ამასთან ერთად მოდით ავნიშნოთ, რომ უფრო სტაბილური იქნება თქვენთვის 4 ივნისიდან დაწყებული პერიოდი, როდესაც ეფექტურობა თქვენი მუშაობისა მოიმატებს შეუპოვრობა. პროფესიონალიზმი თქვენი შეიძლება სათანადოდ იყოს შეფასებული უკვე ამ პერიოდიდან ირგვლივ ყოფილი ადამიანების მხრიდან, კოლეგების, ხელმძღვანელების მხრიდან. აქ უფრო მეტად შეძლებთ გაფართოებას თქვენი პროფესიონალური შესაძლებლობებისა, შემოქმედებითი ნიჭის მეტად გამოვლენას და შეიძლება ახალი ინიციაცია მოახდინოთ ახალი პროექტებისა. რაც მეტად შეინარჩუნებთ ამ კვირაში კარგ ურთიერთობებს ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან, მით უფრო მეტად პროფესიონალურადაც წახვალთ მეტად წინ. და რაც შეეხება პოზიტიურ პერიოდებს, 3 და 7 ივნისის დღეები არის კარგი. 1 და 5 ივნისის დღეები არ ვარგა. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, სასწორებო უპირველეს ყოვლისა გაითვალისწინეთ, რომ
საკმაოდ კარგი პერიოდია მთლიანობაში სულიერი განვითარებისთვის, მგზავრობა მოგზაურობისათვის, სწავლისთვის, განათლების განვითარებისათვის, მაგრამ 4 რიცხვამდე მაინც ცოტა მეტი სიფრთხილე ყურადღება საჭირო ყველასა და ყველაფრის მიმართ. აი 4 რიცხვიდან პერიოდი გაცილებით უკეთესია. აქ შეუპოვრობას მოიმატებს, ბიზნეს მიღწევის ტენდენციებიც გაიზრდება. ეს ის პერიოდი, რომელშიც შეიძლება თქვენ ზოგიერთ პრინციპზეც კი თქვათ უარი თუ ესეთ იქნება საჭირო გარემოებებიდან გამომდინარე. მაგრამ ის რომ კარგი შესაძლებლობები გექნება და ამას კალე არ გოვა. ძალიან კარგი პერიოდია მაგათ უცხოენების ასათვისებად, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის. გინდათ მივლინების ფორმატი იყოს ეს, გინდათ სწავლის, გინდათ უბრალოდ მგზავრობის კუთხით არა მარტო საოცარი დავიშლებები დაბრუნდებით იქიდან, არამედ გაიცნობ ძალიან საინტერესო ადამიანს, რომელთაც შეიძლება მე რაღაც საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობაც კი ჩამოყალიბდეს ან დავუშვათ სამშობლოში, აქ დავუშვათ რაღაც საერთო სამუშაო გამოჩნდეს უცხოელ ორგანიზაციებთან მიმართებაშიც იქნება მეტად მომგებიანი და საოცრად წარმატებული. ოპტიმიზმი მათლობს თქვენში, რომელზეც დაგნობით უფრო მეტ წარმატებებს აღწევთ. вас კარგია თქვენთვის 6 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 4 ივნისის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნე რაოდენობებს, მოდი აღმოჩნდეთ, რომ თვითრწმენა ცოტა შემცირებული, ენერგოტონუსი ცოტა დაბალია. არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, დაიღალეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ. დროდადრო დაასვენეთ საკუთარი თავი. კარგი იქნება აქ ახალი შთაბეჭდილებების მიღება. ამასთან ერთად ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება წინასწარ განუსაზღვრელ სიტუაციაში მოხვდეს და აქ ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად დაგეხმარება ძლიერი თქვენი ინტუიცია, რომელიც სწორედ მინიმალური დანაკარგებით გამოიყვანთ ურთულესი სიტუაციებითანაც კი. და ამასთან ერთად მოდით აღვნიშნოთ, რომ აი განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მგზავრობა მოგზაურობის დროს მithumetes თუ ხართ საჭისთან. ზედმეტ სარისკო მოქმედებებს და მანევრებს მოარიდეთ საკუთარი თავი. თუმცა მეორე ნახევარი კვირისა გაცილებით უკეთესია, აქ შანსები, პერსპექტივები უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ მთელი კვირა ითხოვს თქვენგან ენაზე კბილის დაჭერას, საკუთარი საიდუმლოს დაცვას და არ გათქმას. ყველას კარგია თქვენთვის 3 და 7 ივნისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 1 5 ივნისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მშვილდოს საზღვარზე ოპტიმისტურ ნიშს, მშვილდოს ნებო საკმაოდ კარგი პერიოდია მთლიანობაში თქვენთვის, იმიტომ რომ ოპტიმიზმის საკმაოდ მაღალია გონბამახვილობა, თქვენი აქტიურობა, ენერგიულობა, კომუნიკაბილურობა მაღალ დონეზე იქნება, მაგრამ მაინც პირველი ნახევარი ცოტა ყურადღებით ვიყოთ განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში. აქ შეიძლება როგორც ბიზნეს, ასევე საქმიან, ასევე პირად სასწავლო ურთიერთობებში გარკვეული გაუგებრობები წარმოიქმნას, ამიტომ იყავით ცოტა უფრო დიპლომატიური, უფრო თავდაჭერილი, რათა აქ რაიმე სახის დაპირისპირებაში და კონფლიქტში არ აღმოჩნდეთ და ამიტომ მოგიხდება ზოგიერთი საკამათო სიტუაციის მოგვარება. ამასაც მე აქცევთ ყურადღება, თუმცა ეს სიტუაციები შეიძლება ჯერ კიდევ მაისში წარმოიქმნა და აქეთ გადმოვიდეს კიდევ. მაგრამ უკვე 4 რიცხვიდან აშკარად იგრძნობთ, რომ ყველაფერი უფრო ადვილად ლაგდება, აქ უფრო კარგად შეგვიძლია წარმოაჩინოთ თქვენი საქმიანი შესაძლებლობები, პასუხისმგებლობის თქვენი უნარი, მატულობს და ამასთან ერთად ეს პერიოდი ხავს გქონს უკვე კარიერულ განვითარებას და წინსვლას. თუმცა მოდი აღვნიშნოთ, რომ კიდევ ერთხელ მეორე მთელი კვირის განმავლობაში ურთიერთობებში, მათ შორის პარტნიორთებში მეტი ტაქტი უნდა გამოავლინოთ და ეცადეთ დიპლომატურად განსხვიდოთ პრობლემები და არა სარკასტულად და სირთულეებით და პრობლემებით. აი მაშინ პარტნიორული ასე ვთქვათ ურთიერთობა და კარგი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად თქვენს განვითარებას წინსვლას. ყველას კარგია თქვენთვის 1 და 5 ივნისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 3 და 7 ივნისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნე რაოდენობებს, 7 პერიოდს ამას ნამდვილად ვერ უწოდებთ პირიქით. აქ სიტუაციები შეიძლება დროდადრო რადიკალურად შეიცვალოს და მოგიხდებათ საკუთარი თავის გადაწყობა, ცოტა შეიძლება შეცვალოთ თქვენი მოქმედების, მუშაობის პრინციპები. ამჟამად ისიც რომ აქ შეგიძლიათ უკვე 4 რიცხვიდან კომპენსირება მოახდინოთ გარკვეული ასე ვთქვათ დანაკარგების ანუ სირთულეებისა და უფრო მეტად ასე ვთქვათ წახვიდეთ წინ. ყოველ შემთხვევაში უფრო მშვიდი პერიოდია უკვე 4 რიცხვის შემდგომ, მაგრამ მთლიანობაში მაინც
კვირა ითხოვს ყურადღებას პირველ რიგში ჯანმრთელობის მიმართ, ნუ გადაიღლებით, ამას მევცილოთ ყურადღება, ეცეთ არ გაცივდეთ, ამასთან ერთად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. ყველას კარგია თქვენთვის 2 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 5 ივნისის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მერწყულებს, საკმაოდ კარგი პერიოდი, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ნიშანი აქტიური, კომუნიკაბელური, გონებამახვილია, პრეა თავისუფლების მოყვარია და შეუძლია მაქსიმალურად სულიერადაც განვითარდეს, ინტელექტუალურადაც განვითარდეს. თქვენი შინაგანი პოტენციალი აშკარად აქ უკეთესად გამოვლინდება, მას შორის შემოქმედებითი კუთხით, სასპარლო კონტაქტების კუთხით. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდია თქვენთვის, თუმცა მეორე ნახევარი კვირის 4 რიცხვიდან კიდევ უკეთესია. აქ შეიძლება დიდი ცვლილებები მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, სასიკეთო ცვლილებები და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ აქ ურთიერთგაგება თქვენსა და ევროპულ ადამიანებს შორის რადიკალურად მოემატებს სასიყვარულო კონტაქტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და აქ შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად გამოვლენის დროა. ერთ-ერთი საუკეთესო დროა შვილებთან ურთიერთობისათვის, ზოგიერთი აღმოჩნდება რომანტიკულ გადასავლებში, ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და აქ როგორც ლიდერი ხელმძღვანელი აშკარად აიმაღლებთ თქვენს ავტორიტეტს. ეს კარგია თქვენთვის 1 და 6 ივნისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 3 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. და შეიძლება თევზების ზოდიაქოს ნიშნავდებულებს ეს პერიოდი რთულია ჯანმრთელობის კუთხით პირველ რიგში და ცოტა გაქვთ ენერგია, მოდი ასე ვთქვათ, ადვილად იღლებით, შემწნარება შედარებით დაბალია, ამით უმეტეს 4 რიცხვამდე მაინც ამას უფრო მეტად იგრძნობთ. აქ მოგიხდებათ ფინანსური საკითხების სფეროში გარკვევა, აქ ცოტა ფინანსური სირთულეებიც არის, მოსაუბრებელი ბევრი კითხვები გაჩნდება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე 4 რიცხვიდან პერიოდი შედარებით უფრო სტაბილური. აქ უფრო მეტად ხელს უწყობს ეს პერიოდი მსხვილს აგრილებს, მაგალითად ინვესტიციების გაკეთებას. აქ ურთიერთობები, კონტაქტები მეტ სიამოვნებას მოგანიჭებენ და ამასთან ერთად შეიძლება ახალი ადამიანებიც გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში, რომელთანაც ერთად შეიძლება რაღაც რომანტიკული თავგადასავლებიც კი გადაგხდეთ, ან დაუშვათ შეიძლება ამ პერიოდში საუპაცხოვრებო სიტუაციები მოაგვაროთ, ოჯახში შექმნათ უკეთესი ინტერიერი, დიზაინი, კომფორტი, გაალამაზოთ, კარგი ურთიერთობები მეტად დაამყაროთ ოჯახის წევრებთან, რაც ასევე ხელშეუწყობს თქვენ წინსვლას განვითარებას. თუმცა პირველ ნახევარში კვირის აი სწორედ ოჯახის წევრებთან აცსაებთან დაძაბულობის ტენდენცია მაინც მაღალია, სადაც ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ. ეს კარგია თქვენთვის 2 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 5 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. და ეს დღეც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, ბომბოალში ხვედრამდე.